დღიურები მთლიანობაში მოიცავენ 1918-36 წლის პერიოდს, თუმცა ჩვენ ახლა მხოლოდ 2 წიგნი გამოვეცით. აქ არის მოთხრობილი სწორედ დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი ნაბიჯები 1918 წლიდან და მისი დამარცხების და მისი დაპყრობის საშინელი დღეები. საქმიან წერილებში კი არის აღწერილი თვითონ აკაკი ჩხენკელის როგორც დიპლომატის, როგორც საქართველოს წარმომადგენლის მოღვაწეობა ევროპაში, მისი დაუღალავი ზრუნვა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ამ შეხვედრების ოქმები, სკრუპულოზური ჩანაწერები, წერილები თავის კოლეგებთან, პრეზიდენტებთან, უცხო ქვეყნების მინისტრებთან, დიპლომატებთან და ასე შემდეგ. აკაკი ჩხენკელი იყო თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებელი. და შესაბამისად ყოველი მისი ნააზრევი ქაღალდზე გადატანილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დიპლომატიის ისტორიისათვის, რომ არ ვთქვათ მთლიანად საქართველოს ისტორიისათვის. ამ გამოცემებში არის მოქცეული მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს დიპლომატიის ისტორია და ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ის ურთიერთობები, როგორ ყალიბდებოდა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნებოდა ეს მეზობლები თუ ევროპის ქვეყნები. ელჩობის პერიოდი დაემთხვა ყველაზე მძიმე პერიოდს, როცა საქართველო ფაქტობრივად დამოუკიდებელი უკვე აღარ იყო, თუმცა საფრანგეთმა საქართველოს საელჩო პარიზში შეინარჩუნა. 12 წლის განმავლობაში საელჩო პარიზში არსებობდა და ამ 12 წლის განმავლობაში აკაკი ჩხენკელს ფაქტობრივად არ შეუწყვეტია ბრძოლა იმ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ჩვენი გამოცემები, მისი საქმიანი წერილები არის კრებული აკაკი ჩხენკელის ელჩობის პერიოდში, აი ამ 12 წლის განმავლობაში გაგზავნილი წერილებისა სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ასე გვიან მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, რეალურად საქართველოს საელჩო ფუნქციონირება შეძლო მხოლოდ საფრანგეთში და ჩხენკელი ეს ხშირად ითვლება, რომ მხოლოდ საფრანგეთში იყო საქართველოს ელჩი. რეალურად ის მთელი ევროპის მასშტაბით წარმოადგენდა საქართველოს